ტრამპმა განაცხადა, რომ მას პოზიტიური განწყობა აქვს იმ მოლაპარაკებებთან მიმართ, რომელიც მისმა წარმომადგენელმა სტივ უითკოფმა მოსკოვში გამართა აღნიშნულ საკითხზე. თუმცა უკვე 30 მარტს NBC News-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა: "უზომოდ გაბრაზებული ვარ ვლადიმერ პუტინზე, რომელიც შეთანხმებებს არ ასრულებს, ან რუსეთი ომს დაამთავრებს, ან კატასტროფულ შედეგებს ელოდოს." უითკოფმა აღნიშნა, რომ პუტინთან გამართული საუბრები იყო პოზიტიური და გადაწყვეტილებაზე ორიენტირებული. ტრამპმა დაამატა, რომ თავადაც ესაუბრა პუტინს ომის დასრულებაზე და წარმატების კარგ შანსს ხედავს ამ ომის დასასრულებლად. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშაბათს 18 მარტს პუტინს ესაუბრა უკრაინის ტერიტორიებზე და ენერგეტიკულ ობიექტებზე, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც სავარაუდოდ ნაგულისხმებია როგორც ევროპის ყველაზე დიდი ასეთი ობიექტი, რომელიც ამ დროისთვის რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება და ამჟამად ელექტროენერგიას არ აწარმოებს. ბოლოს კი თქვა, რომ პუტინი დათანხმდა 30 დღიან შეჩერებას, თუმცა მხოლოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შეტევების მხრივ. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან უკრაინული ერიშები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რის შესახებაც მოგვიანებით იქნება საუბარი, კრემლისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.